გასექიმებო, თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ეკრანს და გამოიცნოთ ვინ არის ეს ყმაწვილი. ჩვენი რო არ ეცვას უფრო გაგიჭირდებოდათ, მაგრამ აცვია თავისი სუპერგმირობის ამსახველი კოსტიუმი. კი ბატონო, ეს კაცი გახლავთ კრისტოფერ რივი, სწორედ სუპერმენის როლის შემსრულებელი და ძალიან კარგია, გადაარჩენს სამყაროს, დაიხსნის ბოროტოპტებისგან კეთილ ადამიანებს, სუპერგმირი ნამდვილი. მაგრამ ორ მხრივ სუპერგმირი გამოდის ეს ადამიანი, იმიტომ რომ ესე იგი მე არ ვიცოდი რომ ამ სუპერგმირს ქონია ხერხემლის პრობლემა. 1995 წელს, უიმე როგორი პრობლემათან შეხედეთ. 95 წელს გადმოვარდნილა ცხენიდან, დაიზიანა ხერხემალი. როგორც ხედავთ, მისი ცხოვრება შეიცვალა, თუმცა მან მუშაობა გააგრძელა და მუშაობდა მათ შორის დაუშვათ ხერხემლის დაზიანებების კვლევის სხვადასხვა კინოინდუსტრიასაც არ მოწყდა. არც კინოინდუსტრიას მოწყდა და არც კვლევის აქტიურ მხარდამჭერად არ იუარა, ასე ვთქვათ, ყოფნა პირიქით, ძალიან აქტიურად ჩაერთო. მას ნაწილობრივ გაუმართლა. მაგრამ კიდევ უფრო გასაკვირი შემთხვევა აქვს ინდიანა ჯონსის როლის შემსრულებელს, ჰარისონ ფორდს, ესეც არ გეცოდინებათ. მოკლედ ჰარისონ ფორდი უშუალოდ ამ ინდიანა ჯონსის გადაღებების დროს დავარდა ისე, რომ მანაც მიიღო ხერხემლის დაზიანება. მაგრამ შემდეგ დროსთან ერთად სრულად გამოჯამრთელდა და მას ბევრად გაუმართლა ვიდრე დაუშვათ კრისტოფერ რივს. ეხლა კიდევ ერთი ადამიანის ამბავს მოგიყვებით და ზუსტად აქ არის ჩემი კითხვა, რომ რატომ ხდება ისე, რომ თითქოს დაზიანება ხერხემლის ერთნაირად საშიშია და რთულია, თუმცა ვიღაცას გაუმართლებს, ვიღაცას ნაკლებად. აი, ვისაც ყველაზე მეტად გაუმართლა არის ალბათ ეს ექსტრემალი ლეგენდა ნამდვილი, ტრევის პასტრამა, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აქვს თავისი პროფესიის გამო ხერხემალზე, ხო ხედავთ ჩარევებიც განხორციელებულია, მიჭანჭიკებული აქვს ხერხემალი, მაგრამ ის მაინც აგრძელებს თავის, უბრალოდ საკმაოდ აქტიურად იყო კვლავ თავის სპორტული ცხოვრებით ჩართული. რა შეა საქმე? ეს არის ჩემი კითხვა. რატომ ხდება ხან ისე და ხან ასე? ანუ ტრავმის ხასიათს გააჩნია და დაზიანების სიმძიმეს გააჩნია, რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერი ტრავმის დროს, მაგრამ მოდი ჯერ ჩამოთვალოთ, ანუ რამ შეიძლება დააზიანოს ხერხემლის სვეტი. პირველი ეს არის ტრავმა, მაღალ ენერგეტიკული ტრავმა, ეს არის ავტოასაგზაო შემთხვევა, ეს არის სიმაღლიდან ვარდნა, ასევე ფიზიკური ან ძალადობის შედეგად მიყენებული ტრავმა. შემდგომ ეს არის ანუ ინფექციები. შეიძლება იყოს ბაქტერიული ინფექცია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტუბერკულოზის შედეგად დაზიანებული ხერხემლის სვეტი ხშირად ზიანდება. ეს არის წარმონაქმნები, ანუ სიმსივნეები და ძირითადად პირველად სიმსივნეები იშვიათია ხერხემლის სვეტში, უფრო მეტასტაზირების უბანი არის ძალიან ხშირად ხერხემალი, ბევრი სხვა სიმსივნის. შეიძლება იყოს ანუ დაზიანება გამოწვეული მეორადად, ანუ აი დავუშვათ სკოლიოზის შემთხვევაში, აი დეგენერაციულ სკოლიოზს ვეძახით უკვე ასაკში, ოსტეოპოროზით გამოწვეული და ასე შემდეგ. და ასევე შეიძლება იყოს პრეპარატებით გამოწვეული, დავუშვათ ხანგრძლივი სტეროიდული მკურნალობით, ასე შემდეგ, ისიც პოროსტაბიბული მიკრომოტეხილობით, რომელიც შემდეგ მოტეხილობებში გადის. მოკლედ, საკმაოდ დიდი სპექტრი არის დაავადებების და ფაქტორების, რამაც შეიძლება ხერხემლის სვეტი დააზიანოს. კი. ხო, ანუ თვითონ ტრავმის ხარისხშიც უნდა გაუმართლოს პაციენტს. ხო, ხარისხში უნდა გაუმართლოს, ხარისხში უნდა გაუმართლოს იმ ხრივ, რომ რამდენად დაზიანდება, ანუ ხერხემალი ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ეს არის ანუ მძლოვანი ნაწილი, კარკასი, ზურგის ტვინისთვის, ხო, და ანუ შემდგომ კუნთოვანი კარკასი. აი, რამდენად ნევროლოგიური, ანუ ზურგის ტვინის დაზიანება რა სიმძიმის არის, იმის მიხედვით არის, ანუ ვიღაცას როგორ უმართლებს, ან სამწუხაროდ არა. მოდით დღეს რომ მძიმე შემთხვევებზე ვილაპარაკოთ, რომელსაც უკვე ჭირდება ქირურგიული ჩარევა და ეს საკმარისი ხო, ნერვია უკვე დაზიანებული. არა მხოლოდ, მაგრამ მძიმე დაზიანება და ამ ქირურგიული ჩარევის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე გიორგი დავეთანხმება არის რეაბილიტაცია. კი, რა თქმა უნდა. ხო, რეაბილიტაციის პროცესი და მოდი ამაზე ვილაპარაკოთ დღეს. კეთილი მეთანახმება ვისაუბროთ ამაზე. სხვა შორის არის ანუ ესეთი სოფლიოში სტანდარტი, ანუ კლასიფიკაცია და სტანდარტიზირებული არის ეს ქირურგიული ჩარევები და ძალიან გასახარი მომენტი არის, რომ ჩვენ ქვეყანაშიც, ანუ ჩვენი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ უკვე ეს ინერგება, რაც გაზრდის ანუ ჩვენი პაციენტების
გამოსავალს აი იმისთვის რომ აი კარგი შედეგით დამთავრდეს. ხო, აი სპორტსმენივით გაუმართლოთ. კეთილი, მაშინ სტუმარს დავპატიჟებ ჩვენთან და სწორედ მას მივანდობთ საუბრის გაგრძელებას. ჩვენთან დღეს არის სტუმრად ქირურგი, ვერტებროლოგი, პროფესორი ტრისტან ნიშნიანიცი. მოგზანდით. ბატონო ტრისტან, რა არის აოსფაინი? ეს გითხარით პირველ რიგში და შემდეგ მის სტანდარტებზეც ვისაუბროთ, ჩვენთვისაც რომ ნათელი გახდეს. ძალიან საინტერესოა ეს ისტორიული ექსკურსი. არსებობს AO Foundation-ი, რომელიც დაარსდა 1958 წელს და რომლის ძირითადი მიზანი იყო გრძელვადიანი ძვლების მოტეხილობების კლასიფიკაცია, მათი მკურნალობის ტაქტიკების შემუშავება, ეგრეთ წოდებული ოსტეოსინთეზი. აქ ეს ყველაფერი დააფუძნა შვეიცარიელმა ექიმებმა, მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი იყო მიულერი. და სწორედ აი ამ მიმართულებაში შედიოდა ასევე ხერხემლის პათოლოგიები, ხერხემლის ტრავმები, მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვებულმა საკმაოდ დიდმა ინფორმაციამ და კვლევებმა უკვე საჭიროება დააყენა იმისა, რომ აოსფაინი უკვე ჩამოყალიბებულიყო ცალკე მიმართულებად და თვითონ AO Foundation-ი გახდა ინიციატორი აოსფაინის ორგანიზაციის ჩამოყალიბების. ეს ორგანიზაცია უკვე არსებობს 2003 წლიდან. და გაერთიანებულია არაერთი რამოდენიმე 1000 წამყვანი სპეციალისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ძირითადი მიმართულება გახლავთ ხერხემლის პათოლოგიების, როგორც ტრავმული დაზიანებების, ისე სხვა კონკრეტული პრობლემების შესწავლა და მათი მკურნალობის ტაქტიკების განსაზღვრა. და სტანდარტის მომდინარეობს სწორედ ამ ორგანიზაციიდან. სტანდარტი მომდინარეობს თქვენ ამ სპეციალობისაგან. იმიტომ რომ დღევანდელი მედიცინა პრაქტიკულად დაფუძნებულია მტკიცებით მედიცინაზე. და ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება იმისა, რომ საერთაშორისო გამოცდილებები სხვადასხვა ქვეყნის შევაჯამოთ და ეს ინფორმაცია უკვე მივაწოდოთ ექიმებს პროტოკოლების და გაიდლაინების სახით და ზუსტად ამას ემსახურება აოსფაინის ორგანიზაცია, რომ წარუდგინოთ ექიმებს კლასიფიკაცია და ურჩიოთ მათ მკურნალობის სწორი ტაქტიკა, რომელიც უკვე უნდა გაითვალისწინონ მათ პრაქტიკაში. ანუ ახსნელად თუ მარტივად ვიტყვი რა, მაინც დავუშვათ ნებისმიერი ტიპის მოტეხილობა. ხო, რომელიც ანუ ამ AO Foundations და Spines ანუ მიყვანილი არის იქამდე, რომ ტელეფონში გაქვს აპლიკაცია, ნებისმიერ მოტეხილობაზე შენ ეს სისტემა გთავაზობს ამ კონკრეტული მოტეხილობის მკურნალობის საუკეთესო მეთოდს. და ანუ ერთ მოტეხილობაზე არის გაკეთებული სადღაც 50000, 70000 ქირურგიული ჩარევა. ანუ ადამიანი ვერასდროს ვერ გააკეთებს ერთი ქირურგი 50000 ერთი და იგივე ტიპის მოტეხილობას, ან 800-900 წელი უნდა იცოცხლო, რომ ახლა გამოცდილება დააგროვი. ანუ ეს არის, ანუ ესე ვთქვათ, სოფლიოზე, ანუ შეკრული ინფორმაცია გამზადებული, რომელსაც გვაწვდიან ქირურგებს. ანუ დაახლოებით ხელოვნური ინტელექტის დაახლოებით. რეალური ამბებით შეგროვებული ინფორმაცია. ნუ ახლა ჩვენ შევეხეთ ამ კლასიფიკაციას და ყველაფერს, ნუ რამდენად მნიშვნელოვანი არის პრეოპერაციული, ოპერაციული და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის გეგმის შედგენა. ოპერაციული და პოსტოპერაციული პრეც უნდა? პრეც, აუცილებლად, იმიტომ რომ რეალურად კლასიფიკაცია გამომდინარეობს იქიდან თუ რა კლინიკური მახასიათებელი აქვს პაციენტს. შემდეგ დიაგნოსტიკაზე აქ შემთხვევაში რენტგენი იქნება, კომპიუტერული ტომოგრაფია თუ MRI, რა ტიპის მოტეხილობასთან გვაქვს საქმე და უკვე იქიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია კლასიფიკაციას მივუახლოვდეთ, თქვას ამ ტიპის მოტეხილობა და ამ მოტეხილობიდან გამომდინარე, კლასიფიკაციიდან გამომდინარე უკვე ვსახავთ ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკას. აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს არაოპერაციული მკურნალობაზე ან ოპერაციული მკურნალობაზე. მოსახლეობისთვის ადვილად გასაგები რომ იყოს, არსებობს სტაბილური და არასტაბილური მოტეხილობები, მარტივად რო ვისაუბროთ, არასტაბილური მოტეხილობები მიეკუთვნება შედარებით მსუბუქი ტიპის მოტეხილობებს, რომელთაც შეიძლება უმკურნალოდ არაოპერაციული, ანუ კონსერვატიული გზით, ხოლო არასტაბილური მოტეხილობები თავისთავად მხოლოდ ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკით უნდა მოგვარდეს. ანუ გუმკრდის და წელის ტრავმები, რაც ახლა პირველი მოდული იყო, ასე ვთქვათ, სწავლების AOS-ი, საქართველოში არის დაახლოებით 60%-ში მთელი ხერხემლის სვეტის გვხვდება, ასე ვთქვათ და აქედან დაახლოებით 15-20%-ში გვაქვს ჩვენ ნევროლოგიური პრობლემა.
ეს ნევროლოგიური პრობლემა შეიძლება იყოს აბსოლუტურად შექცევადი, ან მივიღოთ ძალიან მძიმე ნევროლოგიური სტატუსი პაციენტის. შესაბამისად, ეს კლასიფიკაცია გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ სწორად განსაზღვროთ სიტუაცია და იმ შემთხვევაში თუ ქირურგიული ჩარევა საჭირო გავაკეთოთ სწორი ოპერაციული მკურნალობა. ქირურგიული ჩარევა მესმის საჭიროა, გაკეთდება და მორჩა. და არა ქირურგიული მკურნალობა ხერხემლის რა არის მაინც რო გითხრათ ჩვენც რო ვიცოდეთ რა მდგომას გულისხმობს. არაქირურგიული მკურნალობის ტაქტიკა ეს გახლავთ კორსეტებით მკურნალობა, ანუ გარეგანი ფიქსაცია, რომელიც მოგვცემს იმობილიზაცია უნდა გავაკეთოთ გარედან. თორე ვარჯიში და ფიზიოთერაპია და ასე შემდეგ ეს არ არის. მსგავსი რაღაცეები არა, თუ შემდგომ ესე იგი კორსეტით მკურნალობის შემდგომ პაციენტს გარკვეული ჩივილები დარჩა, წელის ტკივილების სახით, დისკომფორტების სახით, შემდგომ შეიძლება ჩართული იყოს ფიზიოთერაპია. თუმცა საწყის ეტაპზე მთავარია კორსეტი აქტიური ადრეული გააქტიურება პაციენტის და დაბრუნება ყოფაცხოვრებაში. ანუ მინდა ერთ რამეს გაუსვა ხაზი, რომ სწორად ჩატარებული კორსეტით იმობილიზაციის შემთხვევაში პაციენტის წოლითი ასე ვთქვათ რეჟიმი არ არის აუცილებელი და არ ურჩევენ თანამედროვე კვლევებიდან გამომდინარე, რომ პაციენტი დიდხანს იწვევს ლოგიაში. რა კარგია, რა მარტივი ყოფილი. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ წარმატებული იყოს მკურნალობა? იმისთვის, რომ წარმატებული გამოგვივიდეს მკურნალობა, ასე რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ცხოვრებას ადამიანებს. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ეს არის ძლოვანი სტრუქტურა და აღვადგინოთ ძლოვანი სტრუქტურის სტაბილიზაცია, რაც ესე იგი ხორციელდება სიშალვამისი ჭანჭიკებით და სხვადასხვა იმპლანტებით, ეს თქვენ ახსენეთ თქვენ შესავალში და ასევე მნიშვნელოვანი არის ნევროლოგიური სტატუსის თავიდან აცილება. თუ ადგილი აქვს კომპრესიას ზურგის ტვინზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ კომპრესიისგან განთავისუფლება ზურგის ტვინისა, ამას სამედიცინო ტერმინოლოგიისგან დეკომპრესიას ვეძახით, ანუ უნდა განთავისუფლდეს ზურგის ტვინი ყოველგვარი ზეწოლისგან. მივახციოთ, დიახ, მივახციოთ სტაბილიზაციას. ეს სტაბილიზაცია შეიძლება მივახციოთ როგორც ღია ოპერაციებით, ასევე მინინვაზიური ქირურგიით და შემდგომ უკვე პაციენტს მივცეთ საშუალება იმისა, რომ ეს მდგომარეობა ანუ ჩახორცდეს მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები და გააგრძელოს მათ შესაბამისი ადეკვატური ცხოვრების წესი. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, თუ კომპრესია არის, ალბათ სასწრაფო ოპერაციაა, ხო? დიახ, ეს არის სასწრაფო ოპერაცია, ვინაიდან ადრეული ჩარევა ხელს უწყობს იმას, რომ არ წავიდეს ზურგის ტვინში შეუქცევადი პროცესები. შეუქცევადი პროცესები. და ანუ მე როგორც ვიცი, ანუ პირველი სწავლება საქართველოში უკვე ჩატარდა და მაინტერესებს მნიშვნელობა აოს ფაენის დანერგვას, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და ჩვენი დარგისთვის. ჩვენ ესე იგი მოვახერხეთ პირველი სწავლების ჩატარება. პრაქტიკულად ეს არის საწყისი. ეს პირველი მოდული ნიშნავს იმას, რომ აო სპაინი საქართველოში შემოვიდა თავისი სწავლებების კურსით და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ეტაპზე ჩამოსული იყო ევროპის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მოგვეხმარა ამ ღონისძიების ჩატარებაში და შესაბამისად ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ყველაფერი გავაგრძელოთ უკვე სხვა ტიპის პათოლოგიების, სხვა ტიპის მოტეხილობებთან დაკავშირებით და აუდიტორია იქნება ნეიროქირურგები, იქნებიან დაინტერესებული პირები და რასაკვირველია ორთოპედები და შევეცდებით, რომ ეს სიტუაცია და ანუ ეს სწავლება მიიღოს პერმანენტული ხასიათი. კეთილი, ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი მნიშვნელოვანი ორგანოს, როგორიც არის ხერხემალი, მკურნალობა წარიმართოს რაღაც ისეთ სოფლიო სტანდარტებით, რადგანაც ზუსტად ის შედეგი, რომელიც ამ სოფლიო ვარსკვლავებს აქვს, რომელსაც ვისაუბრეთ, იყოს ისეთივე წარმატებული, როგორიც სწორედ მათ აქვთ. ყველას თანაბრად არ უმართლებს, მაგრამ თუ კი სწორი მკურნალობა მოხდება და ასევე აი ამ ტრავმის შედეგად ისეთი ტრავმა იქნება, რომლის კარგი მკურნალობით თქვენ მიიღებთ კარგ შედეგს, ამის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს პაციენტს და მიხარია, რომ ამის საშუალება ჩვენს ქვეყანაშიც არის და აი სტანდარტები ინერგება და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ვერტებროლოგი თუ ხერხემლის სპეციალისტი დაინტერესდება, რომ ზუსტად ფეხდაფეხ მიყვეს იმ სოფლიოს სვლას, რომელიც ამ თქვენს ორგანიზაციაში. ეს ორგანიზაცია გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ახალგაზრდა ექიმებმა გაიარონ სხვადასხვა სწავლებები ჩვენ ამას ფელოუშიპებს, ანუ იგივე სტაჟირებას
ვეძახით. ამიტომ სასურველი იქნება რომ დარეგისტრირდნენ, სასურველი იქნება რომ აქტიურად ჩაერთონ, ვინაიდან ეს აძლევს საშუალებას წამყვან ექიმებთან ინტერაქციისა, როგორც საქართველოს წამყვან ექიმებთან, ასევე უცხოელ ექიმებთან, მათ საშუალება ექნებათ გარკვეულ სტაჟირებებზე წავიდნენ და გაიარონ ეს სტაჟირებები და დახელობდნენ თავიანთ საქმეში. ძალიან კარგი შესაძლებლობა ნამდვილად. მადლობა თქვენ რომ გვეწვიეთ და გაგვაცანით ეს მიდგომა და წარმატებები თქვენ პაციენტებს და ყველას, ვისაც შეიძლება აღმოაჩნდეს აი კონკრეტული პრობლემა ხერხემალთან, როგორც ირკვევა, ძალიან კარგად შეიძლება მისი მართვაც და მოვლაც. დიდი მადლობა მოწვევით.